აუდიო ჩანაწერი 24 ნოემბერი 2024 წელი. ბიუროს თქმით, თავისუფლების დღეში ანომალიურმა მოვლენებმა საგრძნობლად იმატა. მეც მიზეზის დასადგენად ექსპედიციაზე გამაგზავნეს. დრო 4 საათი და 37 წუთია. შეჯერობით შეინიშნება მოხეტიალე გვამი და დღის სიღრმიდან ავისულების ხროვა უშვებს სასოწარკვეთილების ხმებს. ამ დროისთვის უცნაური არაფერი ჩანს. დრო 5 საათი და 15 წუთია. ზე ჩასვლას იწყებს და ცაში პორტალის ნელ-ნელა უფრო ნათლად ჩანს. დღე უცნაურად ჩაწყნარდა, აღარ ისმის ავისულების ხმა და რაიმე სხვა ანომალიაც არ შეინიშნება. დრო 6 საათი და 23 წუთია. დღეში კვლავ სრული სიჩუმეა, რაც ძალიან უცნაურია, იმდენად რომ ავისულების ხმოილს მანატრებს. ყველანაირი ქმნილება გასუსულია, თითქოს რაღაცას ემალებიან. დრო 6 საათი და 44 წუთია. უცნაური შეგრძნება მეუფლება, ნაბიჯის გადადგმა მიჭირს, ენერგია მეცლება და გული უფრო და უფრო სწრაფად მიფეთქავს. მაგრამ გარშემო მაინც არაფერი ჩანს. აჯობებს წავიდე დღიდან, სინათლეც მიინელა და მხოლოდ ფანრის ვიწრო სხივი მიკვლავს ახლა გზას. დრო 7 საათი და 13 წუთია. დღიდან გამოვედი, მაგრამ შეგრძნება უფრო გამძაფრდა. ამ სიჩუმეში გულის ფეთქვა მესმის, რომელიც ყოველწამს სწრაფდება. გულის ფეთქვასთან ერთად თითქოს ბუჩქებიდან ხმა გავიგე, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ. აუდიო ჩანაწერი 3 ივნისი 2025 წელი. 24 ნოემბრის შემდეგ დიდი დრო გავიდა და ბევრი რამ არც მახსოვს, მაგრამ მაინც ვეცდები დეტალურად მოვყვე ქმნილებასთან ჩემი შეხების შესახებ. იმედი მოქვს ვიდეო და ფოტო მასალაც გამოდგება მეტი ინფორმაციის მისაღებად. ბუჩქებიდან მომესმა ხმა, თაუბროს ხვევა გამიმძაფრდა და გული, როგორც ჩანაწერებში ვახსენე, არანორმალურად სწრაფად მიფეთქავდა. ბუჩქის უკან კლასიკურად ჩაცმულ სილუეტს მოუკარი თვალი, რომელიც ზურგით იდგა. ნელ-ნელა ჩემსკენ დაიძრა, მიუხედავად იმისა, რომ ნაბიჯი არ გადაუდგამს და მოახლოებასთან ერთად გონებაც დავკარგე. როდესაც გამოვხიზლდი, უღრან დღეში ძირს ვიწექი, ენერგია გამოცვლილი და პარალიზებული. წვალების შემდეგ თავის წამოწევა მოახერხე და მოპირდაპირე ბუჩქის უკან კვლავ კლასიკურად ჩაცმული სილუეტი დავინახე, რომელიც კვლავ ზურგით იდგა, ნაბიჯის გარეშე ისევ ჩემსკენ დაიძრა და გონებაც ისევ დავკარგე. თვეების განმავლობაში გრძელდებოდა ესე, მაგრამ დროის შეგრძნება დაკარგული მქონდა, პერიოდულად გამოვხიზლდებოდი ხოლმე და როგორც კი შევძლებდი გამოძრავებას, ქმნილება ბუჩქებიდან გამოვიდოდა და კვლავ ვითიშებოდი ხოლმე. ამ პერიოდული სიფხიზლიდან ბევრი არაფერი მახსოვს, მხოლოდ ის, რომ ქმნილება მიწაზე იდგა და მაინც ნაბიჯის გარეშე გადაადგილდებოდა და როგორც არ უნდა მეცადა მისი სახის დანახვა, შეუძლებელი იყო, ის ყოველთვის ზურგით იდგა ჩემსკენ. ერთ-ერთი გამოვხიზლების დროს იყო, როდესაც თავის წამოწევა ისევ მოახერხე და მოპირდაპირე ბუჩქს გავხედე. კლასიკურად ჩაცმული სილუეტი აღარ ჩანდა, მაქსიმალურად დავიწყეცდა, რომ კიდურები გამემოძრავებინა და თან აქეთ-იქით ვიყურებოდი, რომ ყოველი ბუჩქის უკან ქმნილების გამოჩენას ველოდებოდი. საბოლოოდ, როდესაც შეგრძნება აღვიდგინე და წამოვჯექი, თვალის კუთხეში ბუჩქის მოძრაობა დავინახე და უცბად, თითქოს ინსტინქტით ტელეფონს ვწვდი და ფოტო გადავუღე.
როგორც იცით, ეს ამ არსების ერთადერთი ფოტო არის, ის უკვე ბიუროს ბაზაშიც გადამოწმდა და დამტკიცდა, რომ ამ ქმნილების არსებობაზე არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა 24 ნოემბრამდე. კამერის წამიერმა განათებამ გააქვალა თითქოს, მეც ძალაც მქონდა დარჩენილი მოვიკრიბე და გავიქეცი. ვიდეო სწორედ ამ დროს გადავიღე, როცა გაურბოდი. ქმნილების ხმა ერთდროულად ყველა მხრიდან ისმოდა, ის ჯერ ამას რძენი ხმით ტიროდა და შემდეგ ხრიალი დაიწყო. და ეს ყველაფერი ვიდეოშიც კაფეოთ ისმის.